I'm German homelos, I drink coffee and I know things. 29 ეპიზოდის სიტყვა არის მანსიელი. მანსიერის პოვნა რთულიაო ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან ვფიქრობ ყოველი მესამე ადამიანი შესაძლოა მანსიელი იყოს. თავად ეს სიტყვა წარმოდგენილი გვაქვს როგორც ნაწარმოების სიტყვა, კრებითი სახის სახელი ადამიანთა ამ კატეგორიისა, მაგრამ ეს არც კატეგორიაა და არც წოდება, არამედ ეს არის უფრო ჰობი. ჩემი აზრით, ან უფრო რომ გავაუბრალოთ, ჩვევა. მანსიელი არის ადამიანი, რომელიც გარკვეული დონის და სახის სიამოვნებას იღებს ავტომობილით გადაადგილებით. არა მხოლოდ როგორც მგზავრის პოზიციაში, არამედ ზოგადად ავტომობილით მგზავრობით. იჯდება საჭესთან თუ მგზავრის სკამზე, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი უყვარს და თავს ბევრად უკეთ გრძნობს, ვიდრე ჩვეულებრივ. ავტომობილი ყოველდღიური ყოფის შესამსუბუქებლად და გასამარტივებლად შეიქმნა, რომ ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე იმაზე სწრაფად მისულიყვნენ ადამიანები, ვიდრე ფეხით ან ცხენით წასვლისას მივიდოდნენ და თავდაპირველი ავტომობილები მართლაც მხოლოდ ამაში ეხმარებოდნენ ადამიანებს და ისეთები იყო მანქანები, რომც გდომებოდა სასიამოვნო არაფერი იყო მათი გამოყენებისას. მათი მგზავრობისას, მაგრამ გადიოდა წლები და ავტომობილები იხვეწებოდნენ და საკმაოდ მცირე დროში მანქანა გახდა არა მხოლოდ სამგზავრო საშუალება, არამედ ესთეტიკური სიამოვნებისა და ერთგვარი პრესტიჟის მოპოვების საშუალება, რადგან ავტომობილის ექსტერიერიც დაიხვეწა, ინტერიერიც, მისი გადაადგილების კომფორტულობაც განვითარდა და დისკომფორტს კი არ იწვევდა, არამედ უკვე სასიამოვნო იყო მისით მგზავრობა. იქ გათბობა, გაგრილების ფუნქციები დაემატა, მუსიკის მოსმენის საშუალება, დაიხვეწა თავად სკამების დიზაინი და ორიგინალურობის მრავალფეროვნება წინ წამოიწია, რომ იქმნებოდა და იქმნება ერთმანეთისგან სრულიად გამორჩეული ტიპის, სტილის, დიზაინის და ფუნქციების მქონე ავტომობილები. ესე იგი, იქცა ეს სფერო უკვე ხელოვნებად და ამას თავისთავად მოჰყვა ბუნებრივად ავტომობილით მგზავრობით სიამოვნების მიღების კულტურა, რომ ადამიანები მხოლოდ დროის მოსაგებად კი აღარ იყენებდნენ მანქანას, არამედ უბრალოდ გართობის სურვილით მართავენ მას. იქ გაჩნდა სპორტის სახეობები. მთელი ამ ამბიდან გამომდინარე არ იქნება ცუდი თუ ამ ერთგვარი ჰობისთვის ქართული სიტყვა სახელწოდება გქონდეს, რომელსაც უცხოენოვანი წარმოშობა კი არა ქართული ხასიათი ექნება. ქართული ენა იმდენად დახვეწილი და სიღრმისეულია, რომ როგორც კი სიტყვას გაიგებ, წაიკითხავ, მაშინ ხვდები ეს სიტყვა ქართული არის თუ არ არის. ტერმინის თავად სიტყვა მანსიერის განმარტება მაქსიმალურად რომ დავწუროთ, ეს არის ჰობი, რომელიც მოიცავს ავტომობილის მართვის, მისით მგზავრობის და ზოგადად ტრანსპორტის როგორც ხელოვნების სიყვარულს.